დღეს. ლაშას თუ საპირფარეშოში ლელუ გაყვეს და დაეხმაროს. რაში დავეხმარო? ლაშას საპირფარეშოში მითხარი. და ეხა ხმას რო ავუწებ და გადავფსიხდები, კიდე მე დამაბულინგებთ. ხახო, პარაბული მყავს, ოჯახი მყავს. შენი ის რაც თქვი დიახ ეს არ იყო ლამაზი და ეს არის ის საკითხი, სადაც მე ესე არ უნდა მეთქვა. ეს არის ბოლო წითელი დროშების დასახელება. საპასუხო წითელი დროშა. ეგრე არის. შენი გაშავება გინდა თქვი რომ მინდა შენი გაშავება. მაგარი პოპი წითელი დროშა არ გადასცა. აში მე ვიტყვი, იმას რომ დაიხელებით დაგმევა აუთსაიდერების სკამს. მომისმინე რა უნდა გითხრა. ყურადღება მიაქცია, არ მიიღო შენიშვნა. ეს მაინც შემდგენ დაინახა. შენიშვნა? შენიშვნას აღარ მიიღეთ უკვე. ისიც ხო გახსოვს, რომ ბატონმა მალხაზმა თქვა, რომ ოთახებშიც უნდა შეიხედო. ვაიმე, ოთახების შემოწმება იწყება, ჩემო მეგობრებო. ვაიმე. ვაიმე. ვალე დავასკარიალე ოთახი ხალხო. სახლში ჩვენზე ზეწოლა გრძელდება. ბატონო, შეიძლება? შემოაღო კარებები ჩვენმა ბოსმა და გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. ესე იგი, ვინაიდან და რადგანაც ვფიქრობ, თქვენი პირადი სივრცე თქვენი საკუთრება არის და თუნდაც გინდათ მოაწესრიგებთ, თუნდაც არ მოაწესრიგებთ. თუმცა ვინაიდან და რადგანაც ამ სახლში დამეკისრა ის ვალდებულება, რომ მე ბოსი ვარ და შესაბამისად მევალება ეს ყველაფერი და ამის გამო არის სანქციები, ასეთი ამბავი არის, რომ მუზების ოთახი ყოველთვის არის მოუწესრიგებელი. მარტო მუზები ხომ არ იკმარეს და ეხლა მუზების ოთახი არის სამიზნე. ცოტა ხანში იტყვიან, რომ ჩემ ფანდურ სიმები არასწორად აქვს დაჭიმული. მართლა ეგ ვინ თქვა ასე? ანუ შენ თუ აქ არ შემოდიხარ, ვინ გითხრა ეს? ხო და ანუ არა, ეს მაინტერესა ფაქტი არა, ერთი თხრა ეს ვინ თქვა ეს? მარტო შენი ოთახი არ მოწმდება, თქვენი ოთახი არ მოწმდება, ყოველ ოთახი. ლაშა, ნუ ნუ არ უნდა დავითია ეხლა ბოსი შენ წინა კვირაში იყავი, ბოსი შენდაც არ ჭირდება. ლაშამ გადაწყვიტა, რაც თავის ბოსობაში ვერაფერი ვერ გააკეთა, დავითის ბოსობაში მაინც გამოვჩნდეო. კითხვა დასმულია გისმენ კითხვა დასმულია პასუხი სველოდებით. რა იყო და აღენდი? არა, ეხლა მოდი მე მგონი გაწიკრებას. და ლაშა სად გაიპარა მარტო რომ დატოვა დავითი? ლაშამ დავითი ახლა უპატრონოთ რო დატოვა, არ ეშინია რომ გადმოვიბირებთ. ჩვენც არ დაგვიქნიოს თან. მარტივად მინდა რომ მიპასუხო კითხვაზე გაიცხრა რომ მუზების ანუ ვიღაცა ჭორაობდა იმაზე რომ ჩვენ ოთახი მოუწესრიგებელია. არა, ვიღაცა ჭორაობდა. მისმენს არ მისმენს. მაგრამ ჩემო დავით სანამ სხვის ოთახების განხილვაზე დაიწყებ რომ არეულია და ესე იძახიან უკან უნდა გაიხედო შენ ოთახში შეიხედო კამერა შემოუშვით და მალე აქ რა ხდება ხალხო თუ შეიძლება დავითის ოთახიდან ფაქტი მოვიტანე ყოველთვის არეულია. არ ვიცი ეგ მტვერი საიდან გამოიტანა ჩემო მეგობრებო, მაგრამ არც იმას არ გამოვრიცხავ, სადაც ეგ მაჩვენა, ასე გამერისი, იქნებდა თავის ოთახიდანაც კი გამოიტანა ეს მტვერი. ლელუს ამბავი ეგრეა, მულო შენ გეჩხუბები, რძალო შენ გაიგონეო და დაფაცურდა და ყველაფერი მიალაგა მოალაგა. ლელუ შეიძლება? წესრიგდება, წესრიგდება. ოდიში. რას გაუბედავდა ეხლა თავიანთ ბელადს, რომ აბა შეამოწმებდა და მოჯდებოდა ეგრევე წითელ სკამზე. რა მიიღო შეურაცხყოფა? ბიჭო, არც ვიცი რა მიიღო შეურაცხყოფა. ძიმეწონები სად ვახსენე? ძიმეწონებს წევ მეთქი და ან შეურაცხყოფა რატო ამ ძიმეწონებს თუ წევ? მე იმას ვფიქრობ, აქ რომ შენ მეკითხები თუაც ბენჩზე მეთქი ძიმეწონას ავწევ და შტანგა არ მაქვს მეთქი და თუ გინდა ვიღაცას დავიჭერ მეთქი და რაღაცას რომ ავწევ მეთქი ასე. მაგას რომ ამბობდი, მაგი ხო არის ჩათვალა ამან შეურაცხყოფად. არ ვიცი ძმა.
ესე იგი, გამოვდივართ ოთახიდან და ახლა შევესწარით რაღაც აბსურდულ დიალოგს. ვერც თავი გავიგეთ, ვერც ბოლო გავიგეთ, სამაგიეროდ გავიგეთ ცენტრი. გოგოებო, მძიმე წონაზე რომელიმეს თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენეთ, მე ან გიმახვილეთ ყურადღება? ვახტონის აწევა და რაღაცა რა, აბა. მძიმე წონაზე შენ თქვი, რომ ის რა ქვია, შემიძლია თინათინი ესე ავწიო, ანუ ისეთი მძიმე არისო, იმეების შტანგების მაგივრად გამოვიყენო თინათინიო და ავწიო, აი ესე. ეგ შეურაცხყოფათ მიიღეთ? ნუ არ არის ეს სასიამოვნო, გოგოს რო ეუბნები, რომ შენ გამოგიყენებდი როგორც მძიმე წონის შტანგას და განტელს, მაინც მაგ იუმორი და რაღაცეები და მაპატიებოს თქვენ სხვანაირად. ხო, შეიძლება დარბაზში ეხუმრება ხოლმე გოგოებს, აი რაღაცა, მოდი, კაი წონა ხარ და შენით ვიუვალიჯება რა. დავით, შეყვარებული ყავს. არ მყავს შეყვარებული. აი ახლა გასაგებია რატომ არა. რატო? იმიტომ რომ ქალებთან ურთიერთობა შენ არის. იმიტომ რომ შენ ქალებით ვარჯიშობ. უყურე, აქ ხა. უყურე 140 კილო არა მაქვს, ხო? ანუ 140 და მინდა შარჟდომები გავაკეთე. ანუ და 140 ადამიანი რომ კილო არის მოვიდო, აი ხა ზუმზე მოგიკიდებ და ესე გავაკეთებ აი ეს რაღაც. კარგი. თუგათავარ ხალხო, მაშავებენ ამა თუნდაც რომ გასათხოვარი დავრჩე. ამ სახში ჩემ ბედნიერებას საბოტაჟს უწყობენ. რო ვეღარაფრით ვერ გამაშავეს, გამასუქეს. არავის არ უნდა ჩემი გათხოვება. გამარჯობა ჩემო უსაყვარლესებო, ჩვენ ახლა მოვედით ნეგატიური განწყობის გასანეიტრალებად Astra Game Bar-ში. ახლა შეგინთ რა ხდება. წამომზადით. გამარჯობა ჩემო უსაყვარლესო, მაყურებელო, ესე იგი ახლა ჩვენ მონაწილეები წყვილებში ვითამაშებთ სამაგიდო თამაშებს, ამიტომ მზად ხართ? მზად ვარ! წავიდა შევეციეთ ახლა აკაურობას. გავერკვეთ ვინ არის აქ ნამდვილი ჩემპიონი. ვიტო. არა. ვიტო, გადამიჩა. საიდან იცის ესე ამ ვიტო თამაში? ეგ ჩემია, ვიტო. ვიტო, ეგ როგორ ატრიალებ? აი. არა ისე. ხალხო, ეს ორიგინალი ჩავახას, ვერავინ ვერ ცედი, სამაგიდო თამაში ვერ დაამარცხებ. დაუჩე, მეკარებ და მოსყიდული. თინათინ ხავარია შენ თავს არ ჩაუგდო. აჰა, ეგრევე. აბა რომელი დააჯობებს? ცხელად მეორე გოლი. იანა, შეგიძლია გააგზავნო ჰაუსის მარტო თამაში და შენ იქნები გამარჯვებული ჰაუსის. თინათინი შეგიძლია კვალისიდან გააგდო. Are you keeping it real? I'm calling shotgun. ისევე ვაგდებ ყველაფერს როგორც სიმართლეს ვლაპარაკობ, შეხედი აი. ისევე როგორც განტელე. კი, როგორც ანტელებს ვაგდებ ჰაერში, ისევე ვაგდებ ბურთებს კალათში. Playground, throwing back the funk sound. Sides still feeling high. I'm all in, take it high. See, we've been kicking up the dust. If you know what I mean, we got a good thing going. ასე წვეტიანი აზრები და აი ეს. შემოძღვაო. რაცა უნდა მოხდეს, ეს კაცი მაინც აყვარელი კაცი დარჩება. Astra Game Bar-ში აქვს თამაშები და ჩელენჯები, ესეთი მრავალფეროვანი გარემო აქვს. აქ და მოდი შაკო გვეტყვის და აგვიხსენს ახლა რა და როგორი თამაშები გვაქვს აქ. გამარჯობა შაკო. როგორ მოგიწონა ჩვენი თამაშები? ძალიან გავე. ძალიან გავე. არა, ყველაფერი წინ არის, ეხლა უფრო საინტერესო თამაშები გავა ჩვენთვის და მინდა რომ 3-3-ზე ვითამაშოთ ფიჩები როგორია. ასე ენერი იდეა. ხოდებს გონია რომ ეხლა რაღაცნაირად მოწინააღმდეგობას გამიწევს თუ როგორ არის ხა შენ საინტერესო წავედი. შემდეგი მონაწილე
მონაწილეები არიან დავითი და თინათინი. 1 2 3 იმის შემდეგი მონაწილეები არიან ლაშა და დიანა. სამი. უნდა გამოავლინოთ მატჩის MVP და უკვე ცნობილია ჟიურის გადაწყვეტილებით. პირველი MVP გახდა დიანა. აში. ლაში. კოალიციაში ეს ადამიანი ჩვენები ვარ. და გილოთ. მადლობა ასტრაგე, ბაზდა შაკოს. მადლობა. და იმედია შეგვიძლია კიდევ ერთხელ. წარმატებები ყველა. მე ვფიქრობ, რომ ამ სახლში აუცილებელი არის, რომ კარგი გენერალური დასუფთავება მოვაწყოთ და ამისთვის როგორც ვიცი, უნდა მოვიდან შაიმე სერვისი. ჩვენი ფერიები გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? ჩვენ რომ დაგხვდებით ხოლმე აქ, ყოველთვის გვინაცდება გული. ჩვენც ასევე გვიხარია თქვენთან შეხვედრა ყოველთვის. მობრძანდით, დაბრძანდით. ესე იგი, ეს კითხვა გვაქვს თქვენთან. მხოლოდ გენერალური დასუფთავება გაქვთ თუ კიდევ როგორი სერვისები? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი კომპანია აკეთებს როგორც გენერალური, ასევე რემონტის შემდგომი. კერძო სახლები, კორპუსის ბინები, ოფისები, სასტუმროები, კაფე-ბარები, სკოლები და ბაღები. მხოლოდ თბილისში გაქვთ მომსახურება? არა, თბილისსა და მის შემოგარენში, დიდი კვადრატულობის შემთხვევაში, გორის, რუსთავის, ხაშურის, კახეთის მოსახლეობასაც ვემსახურებით. და რა მაინტერესებს, აი ქუთაისში რა მომსახურებას თავაზობთ მომხმარებლებს? მხოლოდ ქუთაისს არ ვემსახურებთ. მომსახურებას ვთავაზობთ ზესტაფონს, სამტრედიას, ვანს, ბაღდათს და დიდი კვადრატობის შემთხვევაში სამეგრელოს. ქიმწმენდის მომსახურებაზე რას გვეტყვით? ქიმწმენდას ვაკეთებთ ნებისმიერ რბილ ავეჯზე, რბილ იატაკზე, მუშავდება საწოლის კარკასი, მატრასები და ნებისმიერი რბილი ავეჯი და ქუთაისში დაგვემატა მანქანის ქიმწმენდაც. სადარბაზოებზე თუ მუშაობთ? სადარბაზოებს ვამუშავებთ როგორც გენერალურად, ასევე რემონტის შემდგომ. ეცით რა მაინტერესებს? აი რა არის თქვენი კომპანიის წარმატების საიდუმლო? როგორც ვთქვი, მე მგონი მხოლოდ 4 წელია რაც ფუნქციონირებთ და უკვე აი ესეთ მწვერვალებს მიაღწიეთ. ჩვენი კომპანიის მთავარი რეკლამა კმაყოფილი მომხმარებელია. როცა ის ისევ გვიბრუნდება, ჩვენ ვხვდებით, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. თინათინი და დიანა რო იცინიან რომ ლაშაო ტალეთში რო შევიდეს, ანუ ლელუ უნდა დაეხმაროს თუ ლელუს შეიყვანსო დასახმარებლათო. რაო და ანუ ლაშაო ისეო რომ ლელუს დაუძახებსო დასახმარებლათო ტალეთშიო. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა ამაზე ვღიზიანდები. რა სიტყვია მაინტერესებს? არ ვიცი. ხოდა მეც მაინტერესებს და დავარქვით, აბა რა სიტყვიან მაგაზე. გამოვიდა სკრინები მუზების ჩათიდან. ძლიერები თუ წავიდან კი მოვიგებთ, დიანა წერს ჩატში წარმოედგინა. ჯავახაზე ხო? შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პროექტი უკვე მოვიგეთ. და ვოისია თინათინის ჩაგდებული და რანაირად არ არიან. აყურა ვოისს პროსტა მოვსმინე. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პროექტი უკვე მოვიგეთ.
ანუ მე თქვენთვის ესეთი შეურაცხყოფები არ მომიყენებია. რომელი? აი, პროსტა ეხა უყურე. ანუ ეს რატო უნდა თქვა ვინმეზე? თითი შტაბიჭდება მჩება რომ რაშა საჭირო თახში რომ შევიდეს ლელუს დაუძახეთ სარიქა დამეხმარეო. ანუ რას ნიშნავს ლელუს? მოდი იმით დავიწყოთ ლელუ, რას ნიშნავს? საჭირო ოთახში ლაშა შევიდეს და ლელუ დაეხმარა. რას ნიშნავს დავიწყოთ იმით და რებს იმით დავიწყოთ, რას ნიშნავს ამ სახლში მხოლოდ მუზები იმატებენ და სხვები და რას გეკითხები? ჯერ იმაზე გამეცი. იმაზე გაგვეცი. მე გაგცემ იმაზე პასუხი. მე იმით დავიწყოთ. არა, იმით როგორ უნდა დავიწყოთ? როცა ლაშა ტუალეტში დაეხმაროს ლელაო იძახი. იმიტომ რომ ყველგან კუჩი დაყვებით ერთად. რას ნიშნავს გოგო ეს რა კუჩი დავყვები? შენ კუჩი რომ დავყვები ზურას და ვიღაცას ტუალეტში დაეხმაროს. ვინ ზურას დავყვები? როცა დაუშვათ ქუთაისელები აქ იყვნენ. რას ნიშნავს კუჩი დაყვები და ლაშა ტუალეტში შევიდეს და ლელა დაეხმაროს? აი მას რო იძახი, ეს როგორ რანაირად შეიძლება ესეთ რაღაც გოგოზე თქვა? ლაშას ცალკე შეურაცხყოფა მიაყენეს მაგით, მე ცალკე შეურაცხყოფა მომაყენეს, ჩემს მეორე ნახევარს ცალკე, ჩემს ოჯახს და ძმას და ვინც მიყურებს ამ პროექტში ხო? ამ ხელა შეურაცხყოფას მაყენებ, მიდი ჩაეჭიდე რაღაცა. ამ ხელა შეურაცხყოფას მაყენებ, რას მე ჩემი შეყვარებული მყავს, ოჯახი მყავს. შენი შეყვარებული რო ყავს, ისი არ ჩემი ძმა მიყურებს. ყოველ ნაბიჯ ძმა ითანებს იმას, რომ ვიღაცა ანუ მონაწილე საფიფარაშოში უნდა შევიდეს ბიჭი და ლელუ დაეხმაროს გამოიყურება შეყვარებული რო ხარ. ეს ნორმალურია. 24 საათი სხვა მამაკაცთან რო ატარებ, მაშინ შეყვარებული არ ყავს. ანუ ეხლა რას აკეთებ, რომ მე დადიასაც დაშორებას ვცდილობ? არა, რა შუაშია ლელუ? მე უბრალოდ მინდა ხალხო გამაგებინეთ ის, გამაგებინეთ რას ნიშნავს ის, რომ 24 საათი სხვა მამაკაცი დაყვება, სად დამყვება? ხალხო არ მაცდით თქმას. დიახ, რა? დიდი ბოდიში, მართლა გეუბნები. ბოდიში რო არ გავაკონტროლე, ისევ სიტყვები და რაღაც ისეთი ვთქვი. კი, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ აქანდახან ისეთ რაღაცას წამოვაყრანტალებ ხოლმე რომ მე მიცეს ამაზე პასუხი. მე რატო არ ვაყრანტალებ ამ რაღაცას? როგორ აყრანტალებ? ანუ შენ ფონაზე თქვი, ჩვენ ფონაზე თქვი. ერთი წუთი დიანა, ეს გამიზნულად ჩაუბრებ იმას, რასაც საუბრობ. თქვენზე არის. მე მინდა რომ ეხლა ამ შემთხვევაში ის რაც თქვი, დიახ, ეს არ იყო ლამაზი და ეს არის ის საკითხი, სადაც მე ესე არ უნდა მეთქვა. შენი იმიდან ყველაფერი გამოვიდა სკრინები, დიანა რო იძახი. გოგო, ის თქვენ გაახმარი, გოგო, რა ხელოვნური ინტელექტი. გოგო, შენი ვოისია ჩაგდები. შენი ვოისია ჩაგდები. შენი ვოისი. მაჩვენეთ, ამოიღეთ მაჩვენეთ. ხელოვნური ინტელექტით ეხლა ამოიღეთ რა გაჩიტეს. ხელოვნური ინტელექტი. აირად ყველა სილობრინები, რომელიც გამოვიდა. აი, ეს მაქვს ჩემთან ადგილი წამი, ყველანაირი მიმოწერა და მე შემიძლია ჩვეული. აი, ერთი წამი არ გაინტერესებს? ანუ თქვა რომ ჩვენ ეს პროექტი უკვე მოვიგეთ. ხმაურია ხმაურია იქეთ. არა, ეს ჩემი ხმა. მე არაერთხელ მithme ჩვენ ეს პროექტი უკვე მოვიგეთ. მე იქ შევსულარ და კომენტარებში გამიკომენტარებია. ჩატში. მანახე, ლელუ, მანახე. ეს ჩვენ გავაჩერეთ. ეს არის აქ ჩაჟარებული კომენტარებში გაჟღერებული. მან არის ვოისები ჩასული ხელოვნური სუდათავა რას აკეთებ ხალხო, რას აკეთებ? ეს არის სირცხნი. არაერთხელ გვითქვამს რომ ჩვენ ეს პროექტი უკვე მოვიგეთ, რადგან მოვიგეთ ადამიანების ინტელექტი. რას აკეთებ ლელუ? მე ვარ ეს არის თქვენი მეგაბარი ანჩავახას გაკეთებული. ლელუ, პროსტა. ჯერ ხო ყველაფერი დამაბრალეთ. ეხლა ხელოვნური ინტელექტსაც მე ვაკეთებ. ხალხო გადავირები, შოკში ჩავარდები. ხელოვნური ინტელექტით მე ვაკეთებ კიდე რაღაც. არა, შენ არ აკეთებ. აი, ახლა მე შრამწა. არ აკეთებ. ალბათ თქვენი გულშემატკივარი ვარი. ვინ გულშემატკივარი? 9% გულშემატკივარი. ლელუ, გეხოცები გაჩერდი რა. ეხლა შენ დიასა გეხმარება, ეს ახალი ამბავია. პროსტა რებს მეხმარება. რებს 9%-ზე. დავაი ყველანაირად ვაშავებთ ეხლა, იმიტომ რომ არიცით რა კუთხით მოგვიდგეთ. რა კუთხით მოგვიდგეთ. ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ სიმართლეს და აუცილებლად დავანახებთ ჩვენს გულშემატკივარს, სად მარხია ძაღლის თავი. აუცილებლად გავასაჯაროებთ ჩვენს ჩათებს და დაე მერე ჩვენმა მაყურებელმა განსაჯოს. ხო გითხარი, ემზადებოდა რომ ძალა მოეკრიბა და მერე დაერტყა.
3 დღე ჩაწყნარებული იყო, იმიტომ რომ მაგას ამზადებდნენ. რა კარგად მოემზადნენ. ვისი ახლა ეგ დიესეს ამბები იქნება უეჭველი. აბა ვისი გოგო? სინდისოები რა, პროსტა აი ამას როგორ აკეთებენ, ამაზრს ტუჩები, ბოტები ამაზრზენობა. ახლა კიდე ჩვენთვის ვართ რაღაცაზე ვლაპარაკობ და უცბად და დაგუშალეს. და რა ხდება? წითელი დროშების ცერემონია. ეხლა რომ 20 წამში გადაწყვეტილებები მივიღოთ. დაგრუზული სახეები დღეს მეკიდა. მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? კარგად მადლობა, თავად როგორ ხართ? მოგესალმებით ჩვენს. მზად ხართ? წითელი დროშების დასახელებისთვის თუ ამბობ არა. არა. ასე მოულოდნელად გვეწვია უბედურების ზარი. ამ სეზონზე სხვათა შორის ბოლოჯერ გეკითხებით ამას. ეს არის ბოლო წითელი დროშების დასახელება. დავიწყოთ? სხვა რა გზა გვაქვს? ეიწყება აუთსაიდერების დასახელება. და მე მგონია რომ მე და მუზები აუცილებლად ვიზებით სკამზე აუთსაიდერის, რადგან კოალიციას დარწმუნებული ვარ რომ ეს აქვს დაგეგმილი. ორი მუზა, გთხოვთ, მობრძანდით. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? მადლობა. რაღაც მოუხშირეთ ჩვენთან. მოუხშირე ხო? უფრო ხშირადაც შეიძლება. ჩვენი წითელი დროშა გადაეცემა ლაშას. ყველა ჩვენი გაუგებრობების და კამათების შემდეგ ეს არ იქნება გასაკვირი. მუზებისგან ნამდვილად არ ველოდი წითელ დროშას. ამ შემთხვევაში კოალიცია არაფერ შუაში არ არის, ეს არის ჩვენი შენთან პირადი კამათები და კონფლიქტები და გაუგებრობები, რომელებმაც, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციებიდან გამომდინარე აი ზუსტად ეს არის კამათები და კონფლიქტები, რომლებიც თვითონ დაიწყეს. შესაბამისად რა აზრი აქვს საუბარს. მადლობა გოგოებო. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს. ლაშა, ეხლა შენ მობრძანდი თუ შეიძლება? ჩემი წითელი დროშა წავა ანასთან. აიმე. რატომ ანასთან? ანასთან შემოსვლის დღიდან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. თუმცა ის ბევრ რაღაცებს ინახავს და შემდეგ ხალხთან ავრცელებს ასეთ რაღაცებს, რომ მე მას ვამხედრებ და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ მე აქ დავრჩები ჰაუსში, მე არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ადამიანთან ერთად, ვინც ესე ავრცელებს არასწორ ინფორმაციებს და ამ დროს პირისპიროც ვზივარ, ვთანხმდებით, საუბრობთ, ერთად ვაკეთებთ ყველაფერს და საერთოდ არაფერს არ მეუბნება ამის შესახებ. ანა, შენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით ელოდი ლაშასგან წითელ დროშას? ცოტათი გამიკვირდა, რადგან ჩვენ შორის დაიწყება ურთიერთობები ბოლო ეს დღეები, მანამდე კარგად ვიყავით. ყველაფერი გასაგებია, ყველა თავისებურად უყურებს სიტუაციას, შეწინააღმდეგებასაც არ ვაპირებ. აზრი არა. მე ვფიქრობ, რომ ანისთვის არ უნდა მიეცა წითელი დროშა. დავქნა ლაშას ვფიქრობ რა, მაგრამ მე ხო ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ყველას თქვენი რატო ფიქრობ ასე? იმიტომ რომ უფრო სერიოზული სიტუაციები სხვა მონაწილეებთან იყო და ერთი ვისთან შეგიძლია მითხრა? ნუ ჯავახასთან რა. მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ. ხო, მე არ ვიცი თქვენ, მე არ მინახავთ რა ისა, მე არ ვიცი ამას, მე ისაუბრებ თუ არა. ჩვენ ვისაუბრეთ სამმა ადამიანმა. და ჩემი გადმოსახედიდან, რადგან მე არ ვიცი ამას როგორ იყო. ჩვენ აღარ გქონია არანაირი მე ხო არ ვიცი და ეს ჩემიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არა. კარგი, მადლობა, ლაშა, შეგიძლია დაბრძანდები. ლაშას სახე არ აქვს, გადაფიქრებულია, თვალები გაუდით და შიშისგან, ლელუ საგონებელშია ჩავარდნილი. შესძლო თუ არა ლაშამ სწორედ გამოეცნო, ვისთვის უნდა მიეცა ის დროშა. მაგრამ როგორც გამოჩნდა, მათი კამათის შემდეგ არა. ვერ დასინქრონდნენ. ლელუს ჯერია, გთხოვ ლელუ. მე ვფიქრობ, რომ მე ვიჯდები აუთსაიდერის სკამზე, ამიტომ ჩემს გვერდით მინდა იჯდეს ისეთი მონაწილე, რომელსაც იმდენი თვე იყო აქ, რამდენი თვეც მე ვარ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი რაღაც არის დაგროვილი, რაც ინფორმაციას არასწორად მიაქვს მაყურებელთან ადამიანს
და ამის გამო ხდება ძალიან ბევრი რაღაც. მათ შორის მე და მუზებს შორის რაც მოხდა, ერთ-ერთი მთავარი თავი იყო, ასე ვთქვათ, ჩემთვის და ვფიქრობ, რომ ეს წითელი დროშა ჩემგან დამსახურებულად ეკუთვნის ჯავახას. ავილაფერს ველოდებდი აბსოლუტურად, მაგრამ აი ამათი ფეიქ მეგობრობის დანგრევასაც თუ მე დამაბრალდებდი და ამის გამო დროშას ფეიქი იყო, მისთვის არა ჯავი. აი ფარტლა არ მეგონა აი ორგუზასაც მინდა ვკითხო. აი ფეიქ მეგობრობა. ეს იყო რეალური მეგობრობა და ნუ ეძახი ამ ყველაფერს ესეთ ფორმით. ლელუს ეთანხმებით, რომ ჯავახამ იმოქმედა თქვენს მეგობრობაზე? არა, ჩემი აზრით ჯავახას არ უმოქმედია ჩვენს მეგობრობაზე. ლელუ შეგიძლია დამძანდა. ჯავახა შეგიძლია მოხვიდეს. ეს დაუკრა. ეს ამას მართლა არ მოველოდი. ამასაც თუ მე დამაბრალებდი. რაშტობის გაჟღერა ეხლა, ანუ დაწყებისას მე ზუსტად მასე ვფიქრობ, რომ მინდა რომ ისევ და ისევ ძველი მონაწილე მეჯეს სკამს და მიმშვენებდეს, იმიტომ რომ ახალ მონაწილეებს ეხლა ვინც არიან მაგალითად ლაშას ვერ აგვიქვა კონკურენტად, იმიტომ რომ ის არის ადამიანი, ვისაც თავისი აზრი არ გააჩნია და მხოლოდ ლელუ რასაც იძახის, მაგ აზრებს აფიქსირებს. ვლებით და აი მე მიმაჩნია რომ ანუ ვერ ვთვლი ჩემს დროშას ღირსეულად რომ გადავცე რომელიმე ახალ მონაწილეს და მოდი ამ დროშას გადავცემ ლელუს ახლა აი ეს ლამაზო. არა, გიტოვებინა ყოველთვის ეხა მთელი თქვენ ნახევარია მე მიჭირებ შენი დროშა მე მიკავია. ყველანაირად ცდილობს რომ აი ესე ეხლა ჰეითიდან გამოწრეს რაღაცნაირად და ამაში მდებს ბრალს მე. მადლობა შენს და მუზებსაც ორივეს დიდი მადლობა. ჩავხარ გაკეთე ის ყველაფერი. მაგით ვერ მოიშორებ მაგას. არა, რა თქმა უნდა, ჯავახა არის ანგელოზი, კაცო. მთელი ორი თვე, არც ბიჭებისთვის შეუქცევია ზურგი არც მუზებისთვის. ეხლა გამოვა დავითი, ამ კვირის ბოსი. ეხლა როგორც კონკურსანტი ისე დააფიქსირებს აზრს. დრო არის ეხლა აღვასრულო სამართალი და აი მორკმირიანი ხმალამოღებული ბრძოლა, რაც გამართეს ჩემთან ამ ადამიანებმა, გინდ ცუდად გამიგონეს, გინდ კარგად გამიგონეს. დროზე მოიტაჰა. და აი სურვეთ. ანუ მეტი არ არის საჭირო დავით საუბარი. ეს იყო ძალიან მოსალოდნელი ველი. ეს ადამიანები ორი კვირის განმავლობაში მიმაძლევდნენ წითელ დროშას, მიზეზიდან ერთხელ რომ მსხვერპლი უნდა ყოფილიყავი და ვიღაცას უნდა შევწირულიყავი, მეორე იყო რომ აი ესე ხევა შენი კოალიციის ლიდერი. ერთი წუთი. ეგრე არ გიქვა. ეგრე არ გიქვა. აი, ხე არ გიქვა. ხო, მაგრამ ნუ ატრიალებ ჩვენს. არაფერს არ ვაკეთებ, თუმად ვარ და ვითომ რომ ჩემი გააქტიურება უნდა და რაღაცა ეს გააქტიურება ნამდვილად მთელი დროში სახში მიშვება. დიდი სიყვარულით მე ასეთი ტიპი ვარ და მე ასეთი ადამიანი ვარ. სიყვარულზე სიყვარულით გიპასუხებ და ბოროტებაზე ბოროტებით გიპასუხებ. კაცი გამოგაჩინე, რასაც მივიღებ, იმას გავწი. მთელი კვირა თანკვები, მწვანე დროშა მოგეცი და ეხლა კიდე აჰა, აი მადლიერი. ელოდებოდით? კი, რა თქმა უნდა, ეს იყო უკვე ცხადი. თვითონაც იცოდნენ უკვე. ყველანაირად კოალიცია ცდილობდა რომ აქეთკენ მოსულიყავით და მოვედი. ამ მომენტისათვის დავითის გარდა ყველა კონკურსანტს აქვს თითო წითელი დროშა. ხო, საოცრება კოალიციამ ვერ მოასწრო ერთმანეთთან საუბარი, ვის როგორანაირად მისცემდნენ დროშებს და დროშები ძალიან სხვანაირად გადანაწილდა. ახლა კი ანას გთხოვ, გამოხვიდე ჩემთან და შენ ვის გადასცემ შენს წითელ დროშას? მთელი სიამაყით, ჩემი წითელი დროშა მინდა გადავცე ლაშას. მოგზანდი ლაშას. კი ბატონო. ნუ ჩვენ კონფლიქტის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. იმას ნიშნავს, რომ ლაშას უკვე აქვს ორი წითელი დროშა და ის არის ამ კვირის პირველი აუთსაიდერი. ჰოი საოცრება. მუზები მაძლევენ წითელ დროშას მე და ანც მაძლევს წითელ დროშას მე. მე კიდევ ვიღაცები დაგვაბრალებენ კოალიციაში ჩვენ და კოალიციის ლიდერობას. დავითის გარდა დანარჩენს ყველას აქვს ერთი წითელი დროშა. ახლა სიტუაცია ესეთია. ჩვენ ჩავატარებთ მეორე ტურს. ანა გამოდი ჩემთან. აუ ჩვენ დავიწყებთ რა. ლაშას გარდა შეგიძლია ყველა ნებისმიერი მონაწილე დაასახელო ლაშას გარდა. ლაშა უკვე აუთსაიდერია. მიზეს ვერ ავხსნი, კონფლიქტი არ მქონია ამ ადამიანს. ან უბრალოდ ვიფიქრე რომ
მესამე კანდიდატი ვიქნებოდი მისი და მაგითაც დავიცი. ხო, არავისთან არაფერი ისეთი განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია გამომდინარე. ბოდიში, თქვენი საწყენად არ მიშვეული ვარ. დავით გამომძემ. ხო, საწყენად არ გამიკეთე. ლაშაზე კი ბატონო. ეს თემები უკვე მერე განიხილეთ. მეორე ტურში ვის აძლევ შენს წითელ დროშას? ვისაც მივეცი ისევ იმას. მე ზოგადად გამაჩნია პრინციპები. ჯავახ მომბრძანთი. ვის აძლევ მეორე ტურში შენს წითელ დროშას? ლელუს, გადაეცი. მოდი, პატარა, მოდი. მივეჩვიე უკვე, მივეჩვიე. აბა ეხლა შენ რა გადაწყვეტილება მიიღე მეორე ტურში ვის გადასცემ წითელ დროშას? აუცილებლად ჯავახას. მომენტი, მოდი. ამ მომენტისთვის ორმუზას აქვს ერთი წითელი დროშა, ლელუს აქვს ერთი წითელი დროშა, ჯავახას აქვს ერთი წითელი დროშა, დავითს ერთი წითელი დროშა. ვის აძლევს შენს წითელ დროშას? ისევ ანს. ყველას თითო. მოკლედ წაღან ვთქვი ესეთი რაღაცა რომ ერთი რომ მქონდეს იმასაც გატაკებდი მეთქი და აჰა ერთი მაქვს და რადგან ასე ძალიან მოგეწონა ჩემი დროშები დავით აჰა შენ მიიღე რა პრობლემაა კაცი ანუ ვარ უკვე იმდენად დამსახურებულად რომ არც კი შემიძლია ჩამოვთვალო ესე გამექცევა სია ორი მუზას მეორე წითელი დროშით კვირის ბოსი დათო გახდა მეორე აუთსაიდერი. რამდენად სამწუხარო არ უნდა იყოს, მე ვარ აუთსაიდერი და მზად ვარ ღირსეულად წავსდგე აუდიტორიის წინაშე. ახლა შენი ჯერია დავით, როგორც კვირის ბოსმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ყურადღებით ვიყო. მაშინ აი ესე იყოს რა. დაე ხალხმა გადაწყვიტოს მაშინ მე ხო ვარ აუთსაიდერი. დაე ხალხმა გადაწყვიტოს მაშინ მუზებს და ჩემ შორის ვინ არის სამართლიანი და მუზებს ვამს კანზე აუცილებლად. არ არსებობს. აი იმენა უეჭველი. არ ველოდით. მთელი კვირა ამაზე არ ვსაუბრობ. ერთი წუთი. ჰაუსის ბოლო წითელი დროშების დასახელების შემდეგ გამოვლინდა სამი აუთსაიდერი. ეს არის ლაშა, ორი წითელი დროშით. მეორე ტურში ორი წითელი დროშით კვირის ბოსი დავითი გახდა მეორე აუთსაიდერი. კვირის ბოსის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სამართლიანის დავაყოლოთ თუ შეიძლება. კი გახდა ორი მუზა. ჰაუსის მაყურებელი ბოლოჯერ გადაწყვეტენ ვინ დაბრუნდება ჰაუსში, ხმის ლიდერი, ვის გადაარჩენს პროექტი და ვინ გამოეთიშება საბოლოოდ ბრძოლას. დანარჩენი 5 მონაწილე კი ნახევარ ფინალში გადავა. სწორედ მათ შორის გაიმართება ბრძოლა თუ ვინ გადავა ფინალში. წარმატებებს გისურვებთ, მე კი გემშვიდობებით დროებით. მადლობა. ორი წითელი დროშა მაქვს და ორივე მაქვს დარიგებული, რომ აზრები არ ქონდათ ვის რა გაეკეთებიან. ხო ის აუცრება და რა ხდება? აუთსაიდერი არ ვარ ერთი თვის მერე. ანუ ბოდიში მოვიხადე ყველაფერი გავაკეთეთ და ყველა ეგრეო კაცო რამდენი ვიღაცა მიხდისო ბოდიშსო ეგრე კი არ ვარ. ხო ლოგიკურია. დავით ხო გესაუბრე რაღაცა ხო გაიზიარა შენი. მარტო ლაივი რაღაცა ჩემი ისკეროს როგორც აწყობს ეს რა გავაკეთე ყველა ზაკრუზე ვიყო. ლაივზე არავინ არა ნამდვილად. ლაივზე არავინ ხო თვალებს თუ უკნევ ნახე მომისმინე ლაივზე გვერდში არავინ მედიდაო ისო ყველგან მეკითხებოდი ცივა რამე გინდა მოვწიოთ ვიდეო გადავიღოთ საჭმელი გინდა ვეხმარები რაღაცა სხვა მომენტებიც იყო ლაშა მაგის გარდა სხვა რაღაცებიც იყო ზუსტად საშიში ადამიანი ხარ მოთამაშე მგონია რომ შემოხვედი იმით და ძალიან კაი კაცო რაღაცნაირად ვფიქრობ მე უბრალოდ ვფიქრობ რომ ანი და მუზები რაღაცნაირად შეთანხმდნენ ერთმანეთს აი როგორ რანაირად ეს უკვე ნამდვილად არ ვიცი და ალბათ
მაყურებელი მიხვდება. ამუშავებდი მაგისტრის და არის კაი რა ლელურა. აი, თინათინ მართლა. შენ გონია რომ მე ისეთ რაღაცას გავაკეთებ შენ წინა. ანუ ანამ იმიტომ გონია დავიცო დროშავ რომ ლელუსი შეეშინდა. ანუ ლელუსის ამუშავებდნენ. აუ, კიდევ კაი რაღაცა ვთქვი, მიდი გამოეკიდე. მაშინ მე ვიტყვი იმას რომ სხვისი ხელებით დაგწვი აუთსაიდერების სკამზე. მე? ხო. თუმცა ჩემთვის სულ ერთია. ღმერთო შენ მიშველე. დავითის სკამზე დასვეს, 5-ჯერ წითელი დროშა მისცეს და დავითი რომ მუზეუმს დასვავდა, რა ვიცი, ხა 2-ჯერ 2 რომ 4-ია ესეთი ამბავია და. ეხლა იმიტომ გააკეთეს ესეთი რაღაცა. კაი, მაშინ ჩვენ ვისაუბრობთ. წამოდი ვისაუბროთ. იმიტომ გააკეთეს ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ მთელი კვირა საუბრობთ კოალიციაზე და გააკეთეს ისე რომ არ დამტყვეულიყო დროშები, ეგ არის და ეგ. შენთვის მოცემა შეეშინდაო. ჰა? შენთვის მოცემა შეეშინდაო. რა შუაში შემეშინდაო? იმის რომ მთელი ეს თემები რო იყავი მათთან და ესე ჩემზე რო გესაუბრებოდნენ, ეს იმისთვის იყო რომ შენ ჩემთვის მოგეცა დროშა. და რატო არ მოგეცი მაშინ? იმიტომ რომ შეეშინდაო. რა ლოგიკა? ანუ ვამზადებდი ნიაგდას რომ შენთვის მომეწოდებია წითელი დროშა და ბოლოს შემეშინდა? ამდენს რო გელაპარაკებოდნენ და ამ ლაპარაკმა შედეგი ვერ გამოიღო. იმით ყარი დამიხილო რა ყველას თავისი აზრი რა გავაკეთე ხომ არ შენ ესე არც ფიქრობდი წითელ დროშის გადაცემას რა ის ლაპარაკები რაც მაგათმა მოგიწყე შენ იყო ზუსტად ეგ მიზანი რომ შენ ჩემთვის დროშა მოგეცა არ მოგეცა თვითონვე აი ეგ საუბრით დამტკიცდა ეგ რაც უნდა თქვა კაცო მე არც ვაპირებდი შენ წითელი დროშის გადაცემას არც შემშინები არც არაფერი რა მაქვს შესაშინე მუზეებზე საერთოდ რაღაცა ვლაპარაკობთ ხა მუზეები ისეთ რაღაცებს ამბობენ ლელურ კოალიციას გვაბრალებდა ინდური ფილმშიც არა გააკეთეს კოალიციური ინდური ფილმს ბოდიში რო შეურაცხყოფა მივაყენე ბოლივუდს ანუ არა ხალხო რაღაცა ახალ რაღაცაში არის ეს არის ვაფშე სხვა რაღაცა უბრალოდ დიდი იმედი მაქვს რომ ანი როცა დაждდება ნახევარ ფინალში ხმების იმ პროცენტს აიღებს რაც თანაცნობოც ყავს მარტო კოალიცია ახალი იმიტომ რომ მანამდე იყვნენ კოალიციაში ვინები ანასტასია ჯავახა ეხლა არიან მუზები და ანი არა ველოდი პრინციპი რას არ ველოდი ეგრევე მივხვდი როგორც კი დაიწყო ანი რაღაცეები შენზე როგორც კი გადავიდა მუზების ოთახში და მე დაიწყო აი ეს ბალაბალა და აქაც რომ მე მაგას აი ჯავახას რო ახლა ჯავახას რო აყო ხო ანუ მეტა არ იყოს ნახევარ ფინალი просто იმიტომ რომ მინდა რომ იჯდეს სკამზე ნეტა არ იყოს ნახევარ ფინალი და თუ დავბრუნდები აი თუ დავბრუნდები просто იმედი მაქვს რომ მივახვედრებ როგორ უნდა მოიქცეს აუცილებლად დაბრუნდები ლაშა შენ აუცილებლად ამჯერა რა შენ ხარ ძალიან სამართლიანი ადამიანი ერთ-ერთი ადამიანი რომელიც ხმას იღებს ყველაფერზე იმის მიუხედავად რომ ჰეითია მაინც რომ ხმას იღებ და ამას გავიმეორებ მილიარდჯერ პარასკევამდე მადლობა და შენ არ დატოვებ ლექცია მე მგონია რომ დავითზე ძალიან წყდება გული, მაგრამ მგონია რომ დავითი დატოვებს პროექტს. აი თუ მოვბრუნდი, მეგობრებო, მე ნახე აი ხა რაები დავატრიალო. აი მე დანდობა აღარ იქნება. მე დავითი სხვანაირი შემოვა და მე მართლა სხვანაირი შემოვალ აი. მე ვიმენა ვენდეტას მოუწყობ ჩვეულებრივად აი ხალხს აი. აი ეგა ჩემი პირობა, აი რო შემოვალ ვენდეტას მოუწყობ შემოვა. წავედი კიდე ისეთი თემა იქნება და მე ვფიქრობ რომ ყოველთვის ღირსეულად ვიგზნობ თავს. რამე შველება. რა პროგნოზები გაქვს ხმებზე? შენი გულშემატკივრები, სამართლიანი გულშემატკივრები დაგიჭერენ მხარს თუ ჯავახები დაგიჭერენ მხარს? როგორ ვინ სამართლიანია ის დამიჭერს მხარს? აი ეს მე ვარ ბოსი და მე არაფერს არ მე ვამბობ რომ მე არ შეგეში ნუ გეჩინია საჭიჭი არაფერია ხალხის წინაშე წარსდგომა საშიში არა შენ მეგობრებო იცი რა ხელა საამაყოა როცა ხალხისგან მე ხდები ადამიანი რომელსაც ხალხს სამართლიანობის გამედგატე იცი რა ხელა საამაყოა და თქვენ გახდით როდისმე ხმისდერები არა სამწუხაროდ ერთ ვიჯექით ანუ ხო და ეგრე არის
გზნობა რას ნიშნავს, როცა სამართლიანად ჭდები კაცი. სხვა ადამიანების ხელებით რო ხმის ლიდერი ძალიან დიდი განსხვავება. ძალიან იოლია. რამდენადაც და არა შენი დამსახურება. საუბარს რატო არ მაცის? დავითი ისევ თავის არქიფოსეთურს მიეკედლა და ეხლა ჯავახასთან ალბათ ისევ ჯავახას გულშემატკივრების იმედზეა. რამენაირად ხო უნდა მოაგროვოს ის ხმები. ასევე ვერ მოასწრეს დროშების შეთანხმება ლელუმ და ლაშამ. ზუსტად იმიტომ წაუხდათ სახეები. შენ და ლელუმ ვერ შეათანხმეთ, აი ესე მარტივად. აი მოდი ესე ვისაუბროთ. და მე ბოლოს ლელუ ადგა და გეუბნება ესე ციტყვებს რომ ლაშა შენი მოქმედება იყო არასწორიო. ამ სისულელეზე რა პასუხი გავცე, ნამდვილად არ ვიცი. არ აქვს მნიშვნელობა მე და ლაშას დროშები დაემთხვევა, თუ არ დაემთხვევა, თუ დაემთხვევა. შეთანხმება მოასწრეს, თუ არ დაემთხვევა, შეთანხმება ვერ მოასწრებს. ანუ გინდის ეკენი, გინდა ასეკენი, მაინც ცუდი ტიპი ხარ. მის ლიდერი რომ დაუბრუნდი, ლაშა მეუბნეოდა რომ დროშა უნდა გადმოეცა ჩემთან და ჩემს გვერდეო დაждები მე ვნახავო ამ ხელახმებით როგორ მოიგებო ჩემთანო და მომდევნო პარასკევს ჯავახ გვერდზე დამიჯექი. უინტერესებს. რა ინტერესებს? ესე იგი, ლაშა იმუქრება რომ მეო ძალიან ბევრი ფული მააქვსო და გვერდზე მომიჯექიო. ამას ველოდებოდი რომ მოცემ და აუცილებლად წითელ დროშას ლაშა და ხოის აუცილება ვისმის სახმა ანას. აუთსაიდერის კამზე რომ დავჯდებიო, აი ესეო, შენ მინდა რომ ჩემ გვერდზე იჯდეო და შენზე მე ჩემი გაშავება გინდა ეხლა არა, შენზე მე თვას ავიღებო, არა. ჩემი გაშავება გინდა. თქვი რომ მინდა შენი გაშავება. სიტყვა მაგარი პოპულარული. კიდევ კაი ხარო და ცხოვრებაში არ მიდგომს არს. ჰოის საოცრება, ჯავახა მეუბნება რომ მე თურმე ვიძახი რომ ბევრი ფული მაქვს. მეგობრებო, არა, მე ბევრი ფული არ მაქვს და ბევრი ფული რომ მქონდეს, მე ნამდვილად ავიქნებოდი 13 წელი ემიგრაციაში. მე არავის არ ვაშავებ. ხო და მაშინ რატო მეუბნები გეუბნები არ მოძე არ პასუხისგებელი და ეგეთი რაღაცა თქვი. მოითხოვე მოდი მინდა გავაგრძელო, всё? აი ტელეფონი ხო შეგიძლია მოითხოვო. აი ეგ მოძებნე, მე დაგელოდები პარასკევამდე და ლაივზე მომიტანე ეგ სკრინი. კარგი, დაელოდე ვიდეოს მაშინ. აი ესე მოგიტან და განახე მაგ ვიდეოს. კი ბატონო. ლაშა მეუბნება რომ მე არსად არ მithქვამს ესეთი სიტყვები რომ მე ფულიანი ვარ ან სახლს ჩავდებ და ისე გავალ მოგების გზაზე, მაგრამ ლაშა ნახე ბიჭო რა ვნახე ახლა რა შემდეგ ავაფარე ეს ვიდეო და ვანახე რომ ეს ყველაფერი ნათქვამი მქონდა მას გადაობით რაღაცებს აქ გოგო არ სჭირდება შენი დაცვა არა რაღაცებს ლაპარაკობდა ანუ ჯავახა სჭირდება თქვენი არა მანდ შემოყევით აბა გვაჩვენე აი გოგო და რა შეიძლება რომ ამ ხალხი რაც აბა გვაჩვენე ეხა იქაც სამივია და всё ჩააფრინდა ეხა სამივე იმ საწყალს ჯავახა და ანასტასია ერთმა მიწები იყოფა ხმები და რეალობა გამოჩნდება მაგ დროს და რატო ანუ მე ჯავახა მე თუნდაც ჯავახა და ციტყვით ვიძახი მუზები რო ვიждეთ შენ ჯავახა და მუზები რო ვიჯდეთ ანუ მე მაქვს ამბიცია ჯერჯერობით ნუ არის გავყიდი სახს რა ერთ მაგრამ ნუ ჯავახა დგება ხმის ლიდერი არის გავყიდი სახს რა ერთ მაგრამ ნუ ჯავახა დგება ხმის ერთ სახს გავყიდი რაიგე და იმას ვიზავ გავყიდი სახს ისები ტოვებენ პროექტს მეგობრებო ღადაობა ნახე ოკეი გავყიდი სახს it's okay ეს არის ღადაობა რა ღადაობა ბიჭო იძახი მაგას გეუბნეო და ფულიანი ვარ გაკრო აი ესე იმიტომ გინდოდა რა ესე აი ნახე იმიტომ გინდოდა რომ მეუბნეო რა აი მოდიო პარასკევს ერთად დავჯერდო ჯავახა მითხრა ესეთი რაღაც რომ მე მითხარიო რომ ფული გაქვსო ფულიანი ვარო სად არის თვის შემოსული ვიდეო მან ნახე მეუბნება იმას რომ შეიძლება მე ხმებში მაჯობოს და მაგასთან ერთად უნდა დავჯდე მე ესეთ ვიდეო ნახე არის რომ მაშინ მეც ჩავდებ ერთ სახს გაგზელებას რა პრობლემა მაგას გაგზელებას ეს რაღაცა საუბრო მე გაგზელებას ამის გამო მიჩნდება მე იმის ხო და მე ხო გიქრი გაიგე რომ აი ლაშა ოკეი მაგრამ მე ამიტომ ხო არ მეუბნეო რომ გვერდზე უნდა დავჭე გაიგე და შენ უკვე ერთი თვეა რომ აქ ხარ და რომ მეუბნები რა ამბიცია გაქიმის რა ჩემზე მეტყვებს აიგე ეხლა გასაგებია ერთი ბინა ჩადებ it's okay მომისმინე ეხლა ნუ გინდა რომ გამაშაო ჯავახ ნუ მე კი არ გაშავებ ლოგიკურად გესაუბრები ჩვენ გადაავდით თინათინის
ვიდეოს შემდეგ ლოგიკური შეკითხვები დაგისვი და უბრალოდ ახლა მეუბნები იმას, რომ მე შენთან უნდა დავჯდეს კამზე და ამბიცია გაქვს, რომ შენ ჩემზე მეთქმებს აიღებ და ეხლა გასაგებია რატომაც. მამაზე ამბობს, რომ ეს უბრალოდ ღადაობით თქვა. დივანებში არის ჩაფლული და მე კიდე სყინს რომ ვიძახი რომ დების რეჟიმი აქვს მე. ესენი დების რეჟიმი არ მაქვს. ხო, დებ ხარ სულ. ხავსი გაგიჩნდა უკვე. იმის გულისთვის რომ აგიხსნა როგორ იყო და რა იყო და იქნებ შენ. ლაშა, იცოდე ეგრე ვიყავი პირველ ჯერზე იცოდე. მაგას მეუბნები. ეგარ პირდაპირ ეგ გავლილი მაქვს ლაშა. შეძლიათ გაჩუნდეთ ხალხო. რა გამოგივიდა. კაი, შენ გახარებული ხარ რომ აუთსაიდერებში ხარ. მეცნო აი სიტუაცია დავინა. მეორე რაუნდის მოგიწევს გამოდი აზრი. რას ლაპარაკობ? მართლა? ლაშა გამაერიდე აზრი არა. კაცმა წითელი დროშა არ გადასცა. აპატია. ყველაფერი გააკეთა. მე გაჩვენე. ლაშა იცოდე თუ შემოხვედი. არა პატიო იცოდე, პირველ ჯერზე ეგრე ვიყავი ძმა, ეგრე მიყურებდნენ, ეგრე რაღაცა. ეხა არ გადმოგიჯდე რა მათ. თორე დადნები ღორი ქონივითა. ორე ხო შასივი. მესამე ყალეს გადრევდო, აი და ვაიმე, ისეთი ლამაზი ანდაზა გამახსენდა, ხალხური. კამეჩი წევს და იცოხნის, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი, შინ მიტანილი ჰგონია. მეგობრებო, დააკვირდით თუ არა იმ ფაქტს, რომ როგორც კი დავითი გახდა აუთსაიდერი, ეგრევე დაუტყბა ჯავახას. ის მაგისებო შემატკივრები ეგრევე იღინის მაგის ხუმრობებზე ჰიჰიჰახა ძალიან ნამეტანად გაღიმებული ჯავახას მიმართ. ესე იგი რამოდენიმე დღის წინ ერთმანეთი დაჭამეთ ის თავებით შეეჯახეთ რქებით და როგორც კი დავითი გახდა აუთსაიდერი, ეგრევე დაწყბა ჯავახას. რასთან არის ეს დაკავშირებული დავით? შემთხვევით იმასთან ხო არა რომ კიდევ იმედი გაქვს რომ ჯავახას გულშემატკივარი მხარში დაგიგება რომ ამ უსამართლობას შეებრძოლო და სამართლიანობამ პური ჭამოს. ეგეთი პირი უჩანს რომ ძალიან გაგირბის თვალები ჯავახას გულშემატკივრისკენ. აჰა, აი, პასტაც მოგიტანეთ. ისეთივე პასტა როგორიც არის შენი თვით შეფასება. იმ ზომისვე. რა სარგებლობა მოუტანე ამ კვირაში პროექტს, როგორც ბოსი და მეორე როგორც მონაწილე, რა გააკეთე, რომ მაყურებელმა მხარი დაგიჭიროს. ისე ფართზე როგორ მოიპოვე მაყურებლის გულები? აი ეს გვაინტერესებს. აჰა, შენ ორი ფურცელი, სადაც გინდა იქ დაწერე. აჰა, შენ პასტა. პრინციპში პირველი უკვე რო დაწერ, ეგ უკვე იქნება რაღაცა ქმედება. მიდი დაანებე მაგტაფებს თავი, მაგრამ არა უყურე როგორც მონაწილე, პუნქტი ნომერი 2, ჭურჭლები გარეცხა. შეიძლება მუზეები თვლიანო არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემთვის, როდესაც ინარჩუნებ შენს სწორ აზრს, ინარჩუნებ ადამიანებთან ურთიერთობას, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია. და აქედან გადიხარ თავაწეული მიუხედავად იმისა თუ რჩები და ეს შენ გიამაყება, ჩემი აზრით ეს ძალიან ბევრი გაკეთებაა, ვიდრე ის, რომ აი ერთდროს ტიროდე და ერთდროს იცინოდე და აი ამ ხელას რომ ამ ხელად აქცევდე. აი ეს არის ჩემი ეხა აი გულიდან ნათქვამი სიტყვები. ეს საწყალი ბავშვი, ეს საწყალი კურდღელი მოიქციეს თავისი იმის ქვეშ, რა ქვია, ზეგავლენის ქვეშ, ტვინი დაუმუშავეს, მანიპულაციები ჩაატარეს, ის ეკნეს, ეს ეკნეს. ანა იჯდა ჩვენთან თავს გვიქნევდა, ყველანაირად ეთანხმებოდა. ერთი წუთი დავით, ნუ ეჩრები რა, ძალიან ყველანაირად ეთანხმებოდა მოსაზრებას ეთანხმებოდა. არანაირი პრეტენზია არ გამოთქვა და პროტესტი იმასთან დაკავშირებით
ვიტყოდებით, რომ ვიღაცამ მასზე რაღაც ზეგავლენა მოახდენა და ამუშავა twin. იმიტომ რომ ჩვენ ანას გუშინ ამაზე შეიწობა და ასე შემდეგ. ეს მოსაზრება ჩვენ გამოვხატეთ და ანამ არანაირი 2 საათი ამ თემაზე ვსაუბრობთ, რა ცუდია კოალიცია და როგორ ისა რა ქვია, კრავივით წირავენ ანას ის ამაზე ყველაფერზე ანა გვეთანხმება და დღეს დროშების გადაცემაზე ჟღერს ესეთი რაღაცა რომ არა. ანა, რატომ იდიხარ? რატომ იდიხარ ანა? და დღეს დროშების გადაცემაზე ჟღერს ესეთი რაღაცა, რომ არა, მე არავის ზეგავლენის ქვეშ არ ვიყავი. მუზეუმს როგორც აწყობდათ, აი ეს ანა, აი ეს ოთახში საუბრობდნენ და აი ეს ელაპარაკებოდნენ ტვინებს, ურეცხავდნენ, რომ აი ეს ლელუ, აი ეს შვება ლელუ, ისე შვება რაღაცები, გამოწამლეს ეს ადამიანი. მე აეხლა უკვე წითელი დროშების მერე საუბრობდნენ ესეთ რაღაცას და აჭერენ ანას. ვერ ხვდები რა ხდება ამ სახლში. ეხა მოიცა. ანაზე ზეწოლა მიდის, ხო? გოგოებო, სანამ გჭირდებოდათ. მანამდე ესაუბრებოდით ესე ანას და იმას ეუბნეოდით, რაღაცა თვალებიდან ეხა აღარ გჭირდებათ ციხეს დროშებზე. დავითი და ეხლა მოდიხარ და ანას აჭერთ, როცა გჭირდებოდა კარგი ანა გუშინ შემოვიდა თვითონ. რაზე შეხვედი? სულ მაინტერესებდა მუზეუმის აზრი. რასაც აკავშირებთ? ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით აზრები მაინტერესებდა. ანამ წითელი დროშების გადაცემის დროს უარყო ის ფაქტი, რომ სხვისი ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა გუშინ, როდესაც ამ თემაზე უფრო გაშლილად ვსაუბრობდით და ვიძახდით, რომ კოალიცია მანა დაამუშავა და მერე ასე ვთქვათ, მსხვერპლივით გაწირა და გამოირიდა, ამაზე ის გვთანხმდებოდა და თითქოს სჭირდებოდა კიდევაც, რომ ჩვენ ეს გაგვეჟღერებინა. და მინდა გამოვხატო ის აზრი, რომ ანა დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი იმედი აღარ უნდა გქონდეს. იმიტომ რომ მე როდესაც ჭუა ვისწავლე მართლა 2 თვეა პროექტში ვარ და მართლა უნდა იყო რომ არ იმასქნა რა და აი ესე წინ რო დამიხვდა ვთვლი რომ უკვე სხვების კამათში ჯობია რომ არ ჩაერიო და არავინ არ დაიცვა. იმიტომ რომ არ დაგიფასდება. ბატონო, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს გასო და არანაირი აგრესია მაგის გამო გასაგებია ყველაფერი და ყველა ჩვენთვის ვართ რეალურად აქ. ანუ რა ეგონათ ამ ახალ მონაწილეებს რომ ჩასკუპდებიან ფინალში და მოიგებენ თუ რა? ანუ ისე გადამწყარებულები იბრძვიან ამ ფინალისტვის, მიკვირს და გამკვირვებია რა. 2 კვირის შემოსული ხალხი, აი მართლა. და თუ ომს გვიცხადებს, ოკეი. რამდენად მიყვარს ჰაუსი და რამდენად არ მიყვარს აი ეს სიტუაციები, რაც ჩდება. ურაცოდობა, რომ ბედნიერება არ არის ამ სახლში, არა და პირიქით უნდა იყოს. თავიდან რამდენი ბედნიერება იყო და ყველაფერი საპნის ფუშტივით გაქრა. შენი აზრით რატო ვართ აუტსაიდერები? იმიტომ რომ ასე ჩათვალეს საჭირო. იმიტომ რომ ასე ჩათვალეს საჭირო არა. იმიტომ რომ მოდის ფინალი და ნახევარფინალი, სადაც მაყურებელმა უნდა გიგულშემატკივროს. ანუ 2 ისედაც ნახევარფინალი და ფინალი ეს უკვე არის პერიოდი, სადაც აქტიური გულშემატკივრობაა და პლუს კიდე ბოლო აუტსაიდერობაშიც დაგვსვეს, რომ წელში გაწყდეს ჩვენი მაყურებელი და რესურსი, ანუ ჩადოს რა, ხო ხდები. ძალიან რთულია, მაგრამ რავი, იმეც ვიტოვებ, რომ ხმის ლიდერები ავდგებით, ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ნამდვილად. და 2 მუზეს გულშემატკივრიც იმსახურებს ამ საერთო გამარჯვებას რა. ძალიან გადამწარებულია დავითი. მაგრამ არა უშავს კიდევ უფრო უნდა გამწარდეს, რადგან არ ნებდება. დავით, დამნებდი, დავით. დამნებდი მეთქი ჩამოუშვას, ანუ აწიოს თეთრი დროშა. მაგიმეებით, ვიდეოებით გამოჩნდა რა თქვენი ვარჯიშით. ანუ 2 ედიტი აქვს, ერთი ჩემთან ვარჯიშობს და ერთი იმას აკეთებს. ამ სექსიელანოვით. დარწმუნებული ვარ ახლა მაინც ჯავახას წინა გულშემატკივრების იმედზე იქნება დავით. ხო, იმიტომ დაუტკბა და დაუთბა. ეს ისე რა ქვია, ლაშაც კიდე მოკლედ.
რატო არ მისცა ერთი ჯავახას დროშა? იმიტომ მთელი 2 კვირა თუ 1 კვირა იმტერებოდა. შიშისგან თვალები ქონდა გაფართოებული, არ იცოდა რა იქნა. წინაზეც კარგად მოასკუპა აუთსაიდერებზე და ეხლა რა მოვიდა ერთი დროშა რა ვეღარ მისცა. გადათეთრებული გადაფითრებული ლაშა არ მინახია და ლელუც იყო იმენა დაბნეული გოგო მე ცხოვრებაში არ მინახია ლელუ დროშებზე ეგეთი ყოფილი იყოს ფაქტია ის რომ ვერ მოასწრე შეთანხმება